მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ბადრი ჯაფარიძე ამ წუთებში პოლიტიკოსები საქალაქო სასამართლოს დარბაზში ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეს ერთად ესწრებიან. გამოძიება 8 აპირის მიმართ მიმდინარეობს, თუმცა დღევანდელ პროცესზე მელია ხაზარაძე და ხოშტარია არ გამოცხადდნენ. ოპოზიციონერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით ხაზარაძე ჯაფარიძეს მილიონი ლარის, ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს კი 30,000 ლარიანი გირა უაქვთ შეფარდებული. თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტომობილში ორი პირი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. თოვლი, გზებზე ყინული მაღალმთიან რაიონებში ზვავს საშიშროება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალიდან საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელად. გზების ცალკეულ მონაკვეთზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. თავდასხმა ინკასაციის ავტომობილზე სამხრეთ იტალიაში შეიარაღებული პირები მანქანას ავტომაგისტრალზე ჩაუსაფრდნენ. მიღბიანმა პირებმა ფურგონს ჯერ გზა გადაუჭრეს, შემდეგ კი სამხედრო დანიშნულების ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით მიკროავტობუსის კარი ააფეთქეს. ადგილზე მისულ პოლიციას მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაკავებულია 2 თავდამსხმელი, ნაწილმა გაქცევა მოახერხეს.